მარტოობა. დღეს ვსაუბრობ თემაზე, რომელიც ვფიქრობ, თანამედროვე სამყაროს მოედო ვირუსივით. ვგულისხმობ მარტოობაში არა მხოლოდ მარტო ყოფნას, არამედ უცნობად ყოფნას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონი, თამარა, გამარჯობა და გამარჯობა გამარჯობა, ჩვენს გამარჯობა მაყურებელს. მეგობრებო. ჩვენი პოდკასტების სერია გრძელდება. სხვათა შორის იმ დღეს ამოვიკითხე Facebook-ში, რომ რა უბედურება, რამდენი პოდკასტები დაგვეყარა თავზეო და აღარ ვიცით რომელ პოდკასტს უყუროთ და მე მგონი ეს ის პოდკასტია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიადევნოთ თვალყური, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანზე და ყველაზე აქტუალურზე ვსაუბრობთ ადამიანზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, ხო? თუკინა შენ გააგრძელე ეს თემა და მე უკვე კითხვას დავსვავ მთავარ თემასთან დაკავშირებით და აუხსნათ მაყურებელს სად მოხვდნენ და როგორ მოხვდნენ. მმ, კი ბატონო, სოფო, აი პირველი რაც მომდის თავში არის შემდეგი, რომ ვის შეეძლო წარმოედგინა 2018 წლამდე, რომ დიდი ბრიტანეთი მინისტრებთა შორის გამოიგონებდა ესეთ პოსტს, მარტოობის მინისტრი და დანიშნავდა ადამიანს, რომელიც პასუხისგებელი იქნებოდა იმაზე, რომ მრავალი მილიონი ადამიანი, რომელიც მარტოობას განიცდის და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ფიზიკური დაავადება ან ფსიქიკური დაავადება აქვს, ამ ადამიანის ნების მოვლა პატრონობა მოუწევდა. ამას ვერავინ ვერ წარმოვიდგენთ, იმიტომ რომ მარტოობა არ იყო ის ფენომენი, ან არ იყო განხილული იმ ფენომენად, რომელიც შეიძლება საზოგადოებას სჭირდეს. ეს უფრო იყო ინდივიდუალური, ცოტა ესეთი პოეტურ-რომანტიკული, ბოჰემური ადამიანების მიერ აღწერილი განცდა და გრძნობა, რომელიც მათი ცხოვრების რომელიმე ეტაპს უკავშირდებოდა, ან თუნდაც უბრალოდ მათ მელანქოლიურ ხასიათსა და განწყობას. მაგრამ ეს მოხდა. მარტოობა სოციალურ ფენომენია, გარდა იმისა, რომ ის არის ინდივიდუალური, ანუ შიდა ადამიანის პერსონოლოგიური, ფსიქოლოგიური ფენომენი, თუმცა დღეს ჩვენ რაზეც ვისაუბრებთ, უფრო მეტად ხაზი ექნება გასმული არა მის სოციალურ ასპექტს, ყოველ შემთხვევაში არა ფართო სოციალურ ასპექტს, არამედ მის ინდივიდუალურ ხასიათს, თუ საერთოდ რა ფენომენია, რას ეყრდნობა, რისგან შედგება და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული მისი ეპიდემია ფაქტიურად თანამედროვე სამყაროში. მოდი თქვათ ასე, რომ ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს ოჯახში. ყავდეს დიდი სოციალური წრე, იყოს ძალიან კონტაქტური, მუშაობდეს გუნდში, იყოს ძალიან გუნდური, ჩართული ყველაფერში და მაინც თავს გრძნობდეს მარტო სულად. მჰმ. მინდა ასევე განსაზღვროთ რა იცი, იმიტომ რომ თავშივე ვახსენე, რომ არა უბრალოდ მარტო ყოფნა, არამედ უცნობად ყოფნა. მჰმ. ჩემთვის ეს ორი ცნება რაღაცნაირად იმიჯნება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ მარტო ყოფნა და მარტო სულობა ვფიქრობ, რომ რაღაცა ერთი კომპონენტი არის ამ მდგომარეობის და უცნობად ყოფნა რაღაცნაირად მჰმ. მეორე დამატებითი უფრო მძიმე კომპონენტი შემოდის ამ შემთხვევაში, თუმცა შეიძლება ვცდებოდა. ჯერ აი ვისაუბროთ ამ თემაზე, რომ როგორ ხდება, რომ ადამიანს აქვს გარშემო ყველაფერი, შეიძლება ცნობილიც იყოს, ცნობადი იყოს, რაღაცა საკმაოდ დიდ თანამდებობასაც შეიძლება იკავებდეს. ანუ არ ვიცი, აი შემდგარი ადამიანი იყოს, მაგრამ ის განიცდიდეს საოცარ მარტოსულობას. კი ბატონო, შემდგარობის ნიშანი შეიძლება მრავლად ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ ეს მის მარტოობას ნამდვილად არ უშველის. იმიტომ რომ მარტოობა არის ძალიან ინტიმური და ძალიან ღრმა განცდა. მოდი ვნახოთ ჯერ სოფო, როდესაც მარტოობაზე ვსაუბრობთ, ანუ რა ფენომენია, ანუ როგორ შეიძლება ჩავშალოთ და ვთქვათ, რომ იცი რა, მარტოობა არსებობს ასეთი და ასეთი. მარტოობა არსებობს ბევრნაირი, რა თქმა უნდა, რადგან ინდივიდუალური ფენომენიც არის სოციალურის გარდა, აქედან გამომდინარე ადამიანის უნიკალური ხასიათი, მისი ფსიქე, მისი ცნობიერება, რა თქმა უნდა, მას სხვადასხვა განცდად წარმოშობს სხვადასხვა ადამიანში. მაგრამ ზოგადად რო ჩავშალოთ კომპონენტებად, 4 ასპექტს დავინახავთ. ერთი ასპექტი არის ადამიანის მარტოობის განცდა საკუთარ თავთან მიმართებაში. ის მარტო არის არა იმიტომ, რომ როგორც ჩვენ თქვი, სოციალურად გარშემორტყმულია მეგობრით, მათ შორის ახლო კავშირებით, თითქმის ყველა სოციალური ასპექტი, რაც მას უნდა აკმაყოფილებდეს, აქვს, მაგრამ ის განიცდის საკუთარ თავთან გაუცხოებას. ანუ ერთი ასპექტი ესეთია, რომელსაც დღეს მივაქცევთ ყურადღებას და კონცენტრირდებით. მეორე არის
სხვებთან, სხვა ადამიანებთან, შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები, ან მის გაღმავდებარე ადამიანები, როგორც არის, არ ვიცი, სამსახურში კოლეგები ან თუნდაც შენი სამეგობრო ან ფართოწრე მეგობრების და ნათესავების, ხო? მათთან მიმართებაში გრძნობდე გაუცხოებას. ანუ შენ ვერ გრძნობდე, რომ შენ ხარ მათი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად შენ სწორედაც რომ მათი ნაწილი ხარ. ანუ მათი ჯგუფის ნაწილი ხარ, ეს არ გაკლია ეს სტატუსი და ისინიც ასე თვლიან და თქვენ შორის არ არის კონფლიქტი, რომელიც გემუქრება, რომ აი ამ სივრცეს გარეთ ან ამ ჯგუფს მიღმა დარჩე, ამის გამო არ გრძნობ შენ მარტოობას. მარტოობას გრძნობ იმის გამო, რომ შენ ვეღარ პოულობ კავშირს იმ ადამიანებთან, რომლებითაც ხარ გარშემორტყმული. Okay? ეს არის მეორე ნაწილი, ანუ სოციალური ნაწილი, სხვებთან ურთიერთობისას, გაუცხოებისა და მარტოობის განცდა. ეს მეორე ფენომენი, მეორე ასპექტი ამ ფენომენის. მეორე საკითხი, მეორე ასპექტი მარტოდ ყოფნის, ეს არის საზოგადოებაში და სოციუმში გაუცხოებულად და განმარტოებულად ყოფნის შეგრძნება. ეს შეგრძნება შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოწვეული არანაირი ობიექტური ხდომილებით. ანუ შენ ხარ ოჯახის ნაწილი, ოჯახს უყვარხარ და გიღებს, შენ ხარ საზოგადოების ნაწილი, შენ ხარ რომელიმე ჯგუფის ნაწილი, შეიძლება იყოს სანათესაო, შეიძლება იყოს სამეგობრო, სამსახურში კოლეგების ნაწილი და სხვა არაფორმალური ჯგუფების. და ისინი შენ თავისიანად მიგიჩნევენ და პრინციპში შენც ნომინალურად შენიანად მიიჩნევ მათ. მაგრამ საკითხი ის არის, რომ შენ ვერ გრძნობ მათთან კავშირს. ანუ ის კავშირის განცდა, რომელიც ოდესღაც გაგაჩნდა ამ ჯგუფების და მათი წარმომადგენელი ადამიანების მიმართ, შენ უკვე აღარ გაკმაყოფილებს, იმიტომ რომ ეს კავშირის განცდა შენთვის ღირებული არის, მაგრამ ვერ შეიგრძნობ, რომ ის გაგრძელდა, ვერ შეიგრძნობ, რომ დღეს შენ ის ჯერ კიდევ გაქვს. ეს არის მეორე ასპექტი მარტოობის. და დაამთავრე 4-ვე ასპექტი, ვიცი რომ 4-ია და მე ჩაგეკითხები უკვე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო თემა შემოვიდა აქ. კი ბატონო, აუცილებლად. მესამე ასპექტი ეს არის ღრმა და ინტიმური საუბრების შეუძლებლობა. ადამიანებს ინტიმი ძალიან გვიყვარს, სოფო. მაგრამ ჩვენ ინტიმის ხსენებაზე გვახსენდება ხოლმე რომანტიკული ან ეროტიკული ინტიმი, რომელიც ადამიანური გამოცდილების ძალიან დიდი ნაწილებია და ძალიან ღირებული. მაგრამ ინტიმის განცდა გაცილებით უფრო ფართოა და გაცილებით მეტ სიტუაციაში შეიძლება ადამიანების მხრიდან, ვიდრე ეს მაინც რომანტიკასა და ეროსშია. მაგალითად, ღრმა ინტიმური ურთიერთობა შენ შეიძლება გქონდეს შენს საუკეთესო მეგობართან. ღრმა ინტიმური საუბარი შენ შეიძლება გქონდეს ადამიანთან, რომელსაც მატარებელში შეხვდი და აღარასოდეს აღარ ნახავ და მანამდეც ნანახი არ გქონდა. მაგრამ შენ ესეთი ტიპის საუბრები გათბობს ძალიან და აი რაღაცნაირად პირველი სითბოსა და ჰარმონიის, რითაც საიდანაც მოხვედი ამ ქვეყანაზე, აი ამ განცდების გამეორებას იწვევ შენში. და შენ გიჩნდება განცდა, რომ ვიღაცა მართლა შეგამჩნია და დაგინახა და შენ სულიერ სამყაროში სარკმელი გახსნა და შიგნით შემოიხედა. აი ეს არის განცდა, რასაც მე ვეძახი ინტიმური საუბრით, ღრმა ინტიმური საუბრით მოტანილი განცდა, რომელიც მარტოობას აქრობს. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ესეთი საუბრების რაოდენობა შეგვიმცირდა და სიტუაცია შეგვიმცირდა, სადაც ჩვენ შეიძლება რომ ასეთი საუბრებით დავკავდეთ. ბევრი მიზეზია ამის და თუ მე დაგაინტერესებს, მოდი ამ მიზეზებზეც ვისაუბროთ. და მეოთხე არის ძალიან საინტერესო. მეოთხე არის ადამიანის მიმართება იმ სამყაროსთან, რა სამყაროს ნაწილსაც ის წარმოადგენს. ანუ ადამიანის საუბარი, მოდი ესე ვთქვათ, შეგიძლია წარმოიდგინოთ, ბრჭყალებში შეიძლება უბრჭყალებოდ. ტრანსცენდენტალურ, მისტიკურ სამყაროსთან, თუ გნებავთ ღმერთთან, თუ გნებავთ ლოგოსთან, ანუ ადამიანის საუბარი იმ შინაარსებთან და მოცემულობებთან, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე ადამიანი, მისი ფსიქე, ვიდრე ჯგუფი ადამიანების, ვიდრე საზოგადოება, ვიდრე დედამიწა. და ეს არის ძალიან ღირებული, იმიტომ რომ დღეს ადამიანებს წყურიათ ესეთი საუბარი, დღეს ადამიანები მართლა ასე ვთქვათ, დამშეულები არიან, რომ სულიერი, უფრო spirituals ეძახიან ინგლისურ ენოვან ქვეყნებში, სულიერი საუბრები და სულიერი ძიებები გააბან, რომლებიც მათ ეგზისტენციალური მარტოობის შეგრძნებას გაუქრობს. აი ამ ჩამოთვლილი 4-დან პირველ რიგში რომელი არის ადამიანისთვის ნაკლებად ცნობიერი?
ძალიან საინტერესო კითხვა, რომელი არის გაუცნობიერებელი ადამიანის მიერ. გააჩნია ადამიანს. მმ. აა საინტერესო კითხვა არის სოფო კიდე რის გამო, იცი? ეხლა მე გამახსენდა ესეთი რამ, რომ როდესაც კლიენტები ან პაციენტები კაბინეტში შემოდიან, ბევრი ჩივილი შეიძლება კონდეთ. ეს ჩივილი შეიძლება იყოს კონფლიქტი, ჩივილი შეიძლება იყოს დეპრესიული განწყობა, მაღალი შფოთვა, ინტერესების დაკარგვა, ან იმ ცხოვრების შეუძლებლობა, რა ცხოვრებითაც ისინი ცხოვრობენ დღეს და რაღაცა სიახლის მოლოდინი და წყურვილი, რაღაც გარდატეხვის რევოლუციის თუნდაც მათ ცხოვრებაში მოთხოვნილება. ძალიან იშვიათად რაც გამიგია, ეს არის რომ ადამიანს ეთქვას ჩემთვის რომ მარტოდ გრძნობ თავს. ძალიან უცნაურია სხვათა შორის, იმიტომ რომ წესით არ უნდა იყოს უცხო გრძნობა ადამიანისთვის. თუ კი ისინი ამას ამბობენ, ეს აუცილებლად რამე კონკრეტულ სიტუაციასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, პრობლემების წინაშე ოჯახში მე ვარ მარტო. ქალები ამას ხშირად ამბობენ ხოლმე. რომ აი მარტო დარჩე, მარტო ვიბრძვი, აი მარტო ვარ ბრძოლის ველზე. ძალიან ხშირად გამიგია, იმიტომ რომ ქალის ზურგზე გაცილებით ანუ მეტი თუ ერთია გაცნობიერება ხოლმე. ვერ ხდება, რომ ისინი მარტო სულები არიან თუ რაღაცნაირად შეიძლება თავს არიდებდნენ ამას. არ აა სიამოვნებდეთ, არ უნდოდეთ ამისაღი, იციან, მაგრამ არ უნდათ ამის აღიარება, რომ ის რეალურად აი ამ დიდ გარემოცვაში, რომელიც მათ გარშემო არის, ისინი მაინც არიან მარტო, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელსაც გვიყვარს ადამიანებს ზოგადად პრობლემებიდან გაქცევა. და ამიტომ მკითხულობ ზუსტად, რომ აი ჩაკეტილია ეს თემა, რომ არ უნდა ვაღიაროთ ჩემთან რაღაცნაირად რომ მე მარტო სული ვარ? შეიძლება ეგ იყოს მიზეზი? იცი რა სოფო გაუცნობიერებელი შეგრძნებების დაუშვათ რა აი მარტოობასთან მიმართებაში. შეიძლება იყოს ეს მიზეზი, მაგრამ ასევე შეიძლება სხვა მიზეზებიც კონდეს და აი მე მაინც პირველად მიზეზად რა მიმაჩნია, იცი? ადამიანები გაუწურთნელები ვართ, თუ რა თქმა უნდა პროფესიამ არ გაგწურთნა, ან დავუშვათ ფსიქოლოგთან, თერაპევტთან სიარულმა, ან ჩვენმა ინტერესმა რაღაცა გარკვეული ლიტერატურის მიმართ, ხო? გაუწურთნელები ვართ საკუთარი ემოციების ჯერ დაფიქსირებაში და მერე ამ ემოციების შემეცნებაში და ემოციების ახსნაში. ჩვენ ეს ძალიან გვიჭირს ზოგადად. ეხლა რატო შეიძლება ადამიანს ეს უჭირდეს? ამისი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. პირველი ეს არის ახაზრდა. ანუ ბავშვობაში ეხლა უკვე თანამედროვე მშობლებმა ისწავლეს, რომ ბავშვს უნდა შეეკითხონ, როგორ გრძნობს თავს. უნდა თუ არა რაღაც გააკეთოს ან არ გააკეთოს. მაგრამ ჩვენ ბავშვობაში მე რაც მახსენდება, ხო, ნივთებივით ვიყავით დასრული ადამიანებისთვის, იცი? ანუ არ ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო ჩვენ რას გრძნობდით. რამდენად მას უკითხავს დაპროგრამებული შენ იყო ბავშვობაში. რაღაცნაირად აღზრდის კი, ანუ ბავშვობაში. მეთოდები, ყველა ერთნაირად ვიზრდებოდით რაღაცა ერთი სტერეოტიპები იყო, რომელშიც უნდა ჩამჯდარიყავით კი. აუცილებლად. და ამ სტერეოტიპში ზუსტად შედიოდა, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური და ემოციური სამყარო არ არის ღირებული, ანუ ის მთავარია, რომ სწორად ბრჭყალებში ეგრეთ წოდებულა, სწორად გაზარდო და ის რას გრძნობს, როდის არის ფრუსტრირებული, როდის არის გახარებული, რატო არის გაბრაზებული, რომ მას უფლება აქვს ეს ყველაფერი იგრძნოს, ან თვითონ ამოიცნოს, რას გრძნობს და დაასახელოს თავისი ემოცია. საერთოდ არ იყო წახალისებული. პირიქით ეს არ ვიცი რაღაც მეტი ჩრობა შეიძლება რომ ჩაეთვალათ, ან ბიჭების შემთხვევაში უბრალოდ ასე ვთქვათ არაბიჭურად აღზრდის სტილად. აქედან გამომდინარე პირველი მიზეზი, რატომ შეიძლება რომ ადამიანმა ვერ იგრძნოს მარტოობა, ანუ უბრალოდ მარტოობაში იმყოფებოდეს, მაჩობის სულიერად საკუთარ თავთან მიმართებაში და ამას სახელი ვერ დაარქვას, არის ის, რომ მან არ იცის რა არის მარტოობა. ის ვერ განსაზღვრავს მარტოობის განცდას. მაგრამ ყველაზე ახლოს, როდესაც მიდიან ამასთან და ამოთქმა სურთ, რომ რეალურად რა არის მარტოობა, ხო? ხშირად უფრო დეპრესიულ განწყობაზე მიდიან ხოლმე და სევდას უკავშირებენ. რომ იცი რა, აი რაღაცა სევდიანი ვარ, აღარ ვარ, იცი, აი ხალისიანი აღარა ვარ, სევდიანი ვარ. ცოტა თითქოს რაღაცა შტეფსელიდან გამომაერთეს, ან რაღაცნაირად მობეზრებულობის განცდა მაქვს, ბორდომ განცდა მაქვს. აი უახლოვდებიან ხოლმე და გარშემო უვლიან, მაგრამ მარტოობას ამას არ არქმევენ. და ძალიან კარგი იქნება, რომ აი ჩვენი პოდკასტი თუ დაეხმარება ადამიანებს, რომ მარტოობის საკითხი, ზოგადად მარტოობა როგორც ფენომენი, ესე უფრო კარგად გავიცნოთ და ლინგვისტურადაც უკვე შეგვეძლოს, რომ სახელდება გავაკეთოთ, როდესაც ეს ფენომენი ჩვენთან ხო, მოვა. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მეც მაგალითად აი რაც ჩამოთვალე, ყველა ის განცდა მქონია, ისე როგორც ალბათ ყველას, ვინც აი ახლა გვიყურებს, ხო? მაგალითად გაუცხოების თემა მინდა შემოვიტანა, ხო, რომ რაღაცა წრესთან, ან ოჯახთან, ან რა ვიცი, მეუღლე
ეს ან ვიღაცას და გაუცხოებული ხარ. როგორც ჩანს, ესეც გარკვეულწილად მარტოობას უკავშირდება, რომელსაც სხვადასხვა მიზეზები აქვს, ხო? აი რაღაცნაირად სავარაუდოდ შენ თვითონ გრძნობ, რომ მარტო დარჩი და ამას ვერ არქმევს სწორად სახელს, კი, ალბათ. კი ბატონო. ხო, აი ეგ მინდა ახსნათ კარგად ეს მეორე კომპონენტი განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის, რომ აი ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ იმ სოციუმის წევრი ვეღარ არის, ეს ხდება უკვე დიდობაში. ჩვენ დედის ფაქტორზეც ვისაუბრებთ, სხვათა შორის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბავშვობა და როგორ მოდის ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი ამ ეტაპზე რადგან ვახსენეთ ეს კომპონენტები, ესე ვთქვათ, და ერთ-ერთი იყო ზუსტად ის, რასაც მე ავხსნი კიდევ ერთხელ, რომ აი ადამიანს ყველაფერი აქვს გარშემო, გადასარევი სოციუმი ყავს, მაგრამ ოჯახს უყვარს, მიმღებლობა აქვს, მაგრამ ის უცებ თავს გრძნობს გაუცხოებულად ამ ადამიანებთან. ანუ მარტო რჩება ამ ადამიანების წინაშე. რისი ან ვისი ბრალია ეს ყველაფერი? მ, ხანდახან სხვა შორის ვეძახით ხოლმე ამას, რომ ისა ვიღაცას რო უზიარებთ ამ თემას, რომ იცი რა მე გავიზარდე და ის რაღაცა გაიყინა, თუ ამიტომ ვეღარ მაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც მქონდა. მეგობრებში ხდება ხოლმე რაღაცა ესე ძირითადად. ხო, აი როგორ არის ეგ ამბავი? ადამიანები ვართ დინამიური არსებები. ჩვენ მუდმივად ვიცვლებით ყოველ წამს, ყოველ საათში, ყველა ინტერაქციისას. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებთან მიმართებაში გაუცხოება, რომლებიც მანამდე შენი მეგობრები იყვნენ, გამოწვეული იყოს იმით, რომ ეს ადამიანები ან თავიდანვე არ გიცნობდნენ ვინ იყავი, ან არ გიცნობდნენ მთელი შენი ცნობიერებით. ისინი არ გიცნობდნენ ღრმად, მათ შემეცნებული არ ყავდი შენ. შენი ავკარგით, შენი ბნელი ნაწილებით, შენი დაუშვათ ზრდის მოთხოვნილებით, შენი შიშებით, შენი დაუცველობის განცდით. ასე ღრმა არ გქონიათ ურთიერთობა, ან გეგონათ რომ გქონდათ, მაგრამ ეს ურთიერთობები ვერ ფარავდა მთელი ასე ვთქვათ დიდი გულწრფელობით იმ ავთენტურობას, რასაც შენ წარმოადგენ როგორც ადამიანი და ცნობიერება. ეს ერთი. შეიძლება ეს იყო მიზეზი, შენ გადახვედი შემდეგ ეტაპზე და შენ უკვე გაგიჩნდა იმისი სურვილი, რომ საკუთარი თავი კარგად შეიმეცნო და გაიცნო. და აი, როდესაც ამით დაინტერესდი, აღმოაჩინე დიდი ნაწილები, რომელიც შენთვის იყო უხილავი. ზოგი ეს ნაწილი შენთვის სასიხარულო და მისაღებია, ზოგი არის ძალიან დამაბნეველი, იმიტომ რომ შეიძლება შენთვისაც არ იყოს მისაღები და არც სოციუმისთვის. ამიტომ ადამიანს ხშირად ეშინია ხოლმე იმის, რომ მე მთელი ჩემი მრავალფეროვნებით, ჩემი მთელი ცნობიერების სიგრძე-სიგანით, რომ წაროდგე ახლა ჩემი მეგობრების წინაშე და ასე ვთქვათ, გახსნილად და გულწრფელად ვესაუბრო რეალურად რაზე ვფიქრობ, ვაზრონებ, ვგრძნობ. ეს ადამიანები მიმიღებენ ისევ, როგორც ადრე ვყავდი მიღებული, თუ არ მყოფენ. ну რაღაცნაირად გვიწევს რომ ისე ვითამაშოთ, ანუ რაღაცა როლში შევიდეთ, ნიღაბი მოვირგოთ, ავეწყოთ იმ მოთხოვნილებებს, რომელიც აქვს, ხო, რეალურად საზოგადოებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან ფლიდია ხოლმე. რაღაცა სტანდარტი წესდება, ტრინდული, მოდი ეს სიტყვა ვთქვათ, რომ რაღაცა ტრინდული ურთიერთობებიც არსებობს, ხო, რაღაცნაირად და ადამიანს სურს, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს. და რეალურად თავის სახეს ვერ აჩვენებს და ამიტომ ის უკვე მარტოსულად გრძნობს თავს. ასეა ეს? კი ბატონო, ეს არის ოფო. ძალიან სწორად მიხვედი იმ ნაწილთან, რაც მინდა რომ ვახსენო, არ ვაპირებდი, მაგრამ ძალიან საინტერესო. ქართული საზოგადოება, კლანური საზოგადოება, ჯერ კიდევ. ჩვენ ვართ პატარა ჯგუფებად დაყოფილები, ჩვენი კლანები გვაქვს. საინტერესო, რატო არ გინდოდა ხა ეს რო გეხსენებია, იმიტომ რომ ყველაფერი აქედან მოდის, მე თუ მკითხავ. ხო, საინტერესოა. კლანური საზოგადოება, აქედან გამომდინარე, შენი კლანში ყოფნა არის შენთვის ძალიან დიდი რესურსი. ეგრეთ წოდებულ სასტავებს ვეძახეთ, ან სამეგობრო წრეებს ვეძახით, რომელიც მკვეთრად არის ესეთი შემოსაზღვრული წრეებია, ასაც სხვა ადამიანს რომ მოუნდა შიგნით შეღწევა, შეიძლება ბევრმა გააპროტესტოს და ახალი არის ეს მარტო ქართული ფენომენი. აბსოლუტურად გეთანხმები. არ არის ქართული. თელ სოფლიოშია არ არის ქართული ფენომენი, მხოლოდ მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს ფენომენი, მაგრამ რადგანაც ჩვენ ძალიან მცირეები ვართ,
ანუ უფრო პატარები კარგად ვართ, ხო, ჩანს, ხო. რაღაც 4 მილიონი. კარგად ჩანს და ჩვენთან უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ჩვენ რო ვიყოთ გამართული სახელმწიფო, ჩვენ რო გქონდეს გამართული სტრუქტურები, ჩვენ რო გქონდეს პოლიტიკა შიგნით გამართული, ანუ დალაგებული რო ვიყოთ სისტემურად და არა იმ ალიაქოთში ვიმყოფებოდით, რაშიც ვართ დაწყებული ჯანდაცვიდან განათლებით დამთავრებული და ბევრი სხვა რაღაცით. ადამიანს არ არის გამორიცხული, რომ ამდენი, ასე ვთქვათ, ახლობელ ნაცნობი არ დაჭირვებოდა. მაგრამ კლანი ადამიანისთვის არის ასევე წყარო იმ რესურსებზე წვდომის, რომელზე წვდომაც მას არ შეუძლია გაუმართავ სახელმწიფოში. იმიტომ რომ მას ინსტიტუტი, როგორც მოქალაქეს ინსტიტუტები და თვითონ სახელმწიფო და მთავრობა ვერ უზრუნველყოფს მის კეთილდღეობას, თუ მან თავად არ მოიფხანა თავი და რომელიმე ჯგუფის ნაწილი არ გახდა, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ბევრ საქმეში, იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო. აი ეს არის კლანური საზოგადოების ერთი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, სიკეთე, რაც შეიძლება რომ მან თავის წევრს მოუაროს. ანუ მოუტანოს, ანუ კლანურ საზოგადოებაში კლანი თავის წევრებს პატრონობს და უვლის. ეხლა, როდესაც შენ ამბობ ესეთ რამეს, რომ მე ცნობიერების ახალი შრეები გამეხსნა, რომელიც მართლა გაგეხსნა, მე ახალ ეტაპზე გადავედი ჩემი განვითარების. მე შეიძლება ბევრ ღირებულებას, რასაც ადრე ვეთანხმებოდი მეგობრებო თქვენთან ერთად, დღეს აღარ ვეთანხმები. მე გაუცხოვებულად გრძნობ თქვენგან თავს. მე სხვაგან ვარ უკვე ჩემი ცნობიერებით, ხო? ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ კლანმა გაგრიყოს. ანუ შეიძლება პირაპირ არ გაგაგდოს, გააჩნია პრინციპში რას ეტყვი, რომ შეიძლება პირაპირაც გაგაგდოს, მაგრამ შეიძლება დისტანცირდეს შენგან. და აი ამ დისტანცირებით შენ ძალიან ბევრ სიკეთეზე მოგესპობა წვდომა. შეიძლება ძალიან პრაგმატულია ეხა რასაც ვამბობ სოფო, მაგრამ ეს სიკეთეები მაინც და მაინც მატერიალური არ არის, იცი? ეს სიკეთეები არის დაუშვათ ერთად სადღაც წასვლა და ერთმანეთის, არ ვიცი, ერთმანეთთან ყოფნით ტკბობა. შეიძლება იყოს ერთად მუშაობა, შეიძლება იყოს ჩვენი შვილების მეგობრობა ერთმანეთთან ჯერ კიდევ. შეიძლება იყოს ემოციური მიმოცვლა და ბევრი რამ. ამიტომ ადამიანები, რომლებიც გაცდებიან ხოლმე იმ შრეს ზრდის, რაშიც ისინი მეგობრებთან ერთად არიან, კლანთან ერთად არიან მოთავსებულები, ძალიან იშვიათად აქვთ ხოლმე ამ ადამიანებს გაბედულება, რომ ეს ხმამაღლა განაცხადონ და დეკლარაცია გააკეთონ. უფრო შეფარულად აკეთებენ ამას დიპლომატიურად, ან საერთოდ ვერ აკეთებენ. მათ და სამწუხაროდ. ხო, სხვა შორის სოციალურ ქსელებამდეც მივალთ და ეს არის ფიქრობ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაუშვათ ამ მარტოსულობის მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად პირიქით უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ რაღაცნაირად უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა ერთმანეთთან მაქსიმალურად კავშირში ვიყოთ და ზუსტად ეს მარტოსულობის პრობლემა მოიხსნა ჩვენთვის. მაგრამ მაინც მინდა ჩავეძიო იმ საკითხს, რატო გახდა აი ესეთი მძაფრი 21 საუკუნეში. მარტოობის შეგრძნება და რატო? იმიტომ რომ რეალურად ანუ ბევრი სიკეთე მოგვიტანა ამ საუკუნემ, რომ ეს ყველაფერი აღმოფხრილიყო, ხო? ეხლა მე მაგალითად ესე ჩემს ახლო მეგობრებთან ყოველ საღამოს შეიძლება ყოველდღე ვერ ვხედავდე მათ ესე ინტენსიურად, მაგრამ ყოველ საღამოს მაქვს ეგრეთ წოდებული call-ი დაუშვათ და რაღაცა ერთმანეთს უზიარებთ რაღაცებს და ასე შემდეგ. რეალურად ეს არ უნდა მაძლევდეს მე მარტოობის განცდას დაუშვათ და არ უნდა მტოლობდეს ესე რაღაცა ემოციურ მდგომარეობაში, რომ აი მე მარტო ვარ თუ ასე შემდეგ, ხო? და სხვა ასპექტები ძალიან ბევრი დაუშვათ, რომელიც ჩვენს გარშემო არის სიკეთეები ტექნოლოგიური და არა მხოლოდ ტექნოლოგიური, რომ ეს პრობლემა რეალურად არ უნდა მდგარიყო. აი რა მოგვიტანა ეს ამბავი? ანუ აჩქარდა დრო დაუშვათ ერთ-ერთი რაღაცნაირად ვეღარ ვასწრებთ ვერც ჩვენ თავთან დიალოგს და ვერც ხვდებთან აი ინტიმურ საუბარზე ლაპარაკობდი ხო ცოტა ხნის წინ შენ რომ ეს ინტიმური საუბრები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ვეღარ პოულობთ იმ ადამიანებს, რომელიც ჩვენი ღირებულებების არის დაუშვათ და რაღაცნაირად გაიფანტა ეს საზოგადოება. აი კონკრეტულად რაში ხედავ შენ პრობლემას ამ შემთხვევაში? აი რატო მოედო ესე დავიწყეთ ჩვენ გადაცემა, რომ ვირუსივით მოედო მთელ მსოფლიოს. ეს ძალიან გადაუწყვეტელი ვიტყოდი პრობლემა, რომელიც აი რაღაცნაირად ყველას ძალიან აწუხებს. ყველას ქონია აი ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც შენ დააყენე დაუშვათ, რეალურად ყველას გვაქვს განცდილი და ალბათ ახლა უნდა დავფიქრდე და დავარქვათ სახელები, რომ ხო
შეიძლება ჩვენც მარტო სულად გრძნობდეთ რაღაცნაირად თავს და შეიძლება ყველაში იდოს აი ეს პატარა მარცვალი შიშის დაუშვათ აღიარების ამ ყველაფრის, რომ ხო, ეს ჩემში უკვე პრობლემაა და რაღაცნაირად უნდა გადავლახო ეს ეტაპები. მ, მ. სოფო, თანამედროვე ეპოქის ყველაზე დიდი საკითხი, პრობლემაც შეიძლება იყოს სიკეთეც, მაგრამ პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ის არის არანორმალურად აჩქარებული. და ადამიანის ყურადღება არ არის ისე მოწყობილი ევოლუციურად, ანუ ჩვენი ტვინი ჩვენს განვითარებას ვერ მისდევს. ჩვენი ტვინი გაცილებით ნელა ვითარდება და სრულიად მოუმზადებელი შეხვდა იმას, რაც ჩვენ შევქმენით, ანუ ტექნოლოგიურ პროგრესზე გელაპარაკები ამ შემთხვევაში. როგორ ჩანს ეს ჩვენს ყოველდღიურობაში? ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ბევრ საქმეს, ჩვენ დღეში ვიღებთ, არ ვიცი, 15,000-მდე გადაწყვეტილებას, მარტო საკვებთან მიმართებაში ადამიანი იღებს საშუალოდ დღეში 200 გადაწყვეტილებას. ეს ძალიან მაღალი რიცხვია, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად 15,000 ჯერ ვფიქრდებით რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ და ვაკეთებთ არჩევანს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ გვრჩება დრო და სივრცე იმისთვის, რომ ღრმად ჩავიხედოთ ან საკუთარ თავში, ან სხვაში. ანუ რეალურად აი საკუთარ თავთან ენის ვერ მოძებნა? თავი პრობლემა? საკუთარ თავთან ენის ვერ მოძებნა არის ერთ-ერთი პრობლემა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა არის დროის არ ქონა და სივრცის არ ქონა იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მქონდეს შეუწყვეტელი, ანუ განგრძობილი წვდომა წუთების განმავლობაშიც კი. და შეუწყვეტელს, როდესაც გეუბნები, არის მეორე პრობლემაზე გადავდივართ. ახლა თანამედროვე ადამიანი არის მისაწვდომი ადამიანი. რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა მაგალითად მე და შენ შემოვედით და ტელეფონები გავთიშეთ სტუდიაში, ხო? სტუდიის გარდა სად არის ისეთი სივრცე? თუ ვინმე არ გთხოვს, რომ ტელეფონი გათიშო, სადაც შენ ტელეფონი გათიშული გაქვს. ფაქტიურად არსად. მათ შორის საღამოს და ღამეც არის ჩართული, იმიტომ რომ ერთმანეთის რას ველოდებით, იცი, არ ცუც ალბათ, რომ რამე არ მოხდეს ისეთი და მე რომ ვინმე ვერ მომწოდეს. ანუ ეს არის მისაწვდომობის ეპოქა, ეხლა, ანუ ყველას ყოველთვის შეუძლია რომ მოგწვდეს ნებისმიერ სივრცეში. ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა. აქედან გამომდინარე, შენ თვითონ აღარ მართავ შენს დროს და შენ თვითონ აღარ მართავ შენს ყურადღებას. შენ მარტო აღარ ახარ, შენ ხარ უკვე რაღაცა შესაძლო იმპულსების გარემოცვაში. და რადგან შენ მეგობართან საუბარში ხელი არაფერმა არ უნდა შეგიშალოს იმისთვის, რომ ინტიმის შრეებზე გახვიდე, ანუ საუბარი ხო ნელ-ნელა იქოქება, რაღაცა შეგრძნება დგება, იცი, მე შეგრძნება რაღაცა ეს ვორტექსივით ტრიალებს, რაღაცას იძენს, მე პასუხი მოდის მეორე მხრიდან, მე კიდე რაღაცით მდიდრდება, ყოფნდები, პაუზებია, მე რაღაცა ინტენსიობა იმატებს ემოციის, უსებ განცდა გიჩნდება, რომ ვაიმე ამან გაიგო ეხლა რა ვუთხარი, მას განცდა უჩნდება, რომ დედა ეს ადამიანი მართლა მისმენს და მართლა დაინტერესებულია ჩემით. ეხლა მე რაც ჩამოგითვალე, მარტო ჩამოთვლამ დაიჭირა ერთი 10 წამი, 12 წამი. ამ ყველაფრის განხორციელება სჭირდება წუთები. რომ საუბარი აი ესე აღიძრას და ესე განვითარდეს და გადავიდეს შრეებზე. რამდენი წუთია თუნდაც შენს ან ჩემს ცხოვრებაში 10, 15, 20 წუთი თუ კი გვაქვს ესეთი ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ შეგვეძლება ამის გაკეთება ისე, რომ ან რა ქვია, მეორე ოთახიდან ვინმე არ შემოვარდეს და რამე არ გთხოვოს, სამსახურში იქნება ეს თუ სახლში, ან ვინმე არ დაგირეკოს, ან შენ თვითონ არ გაგახსენდეს, რომ უცებ რაღაც გაქვს ეხლა გასაკეთებელი ვინმესთან მიმართებაში. ანუ ჩვენ ვერ ვიცლით, მარტივად რო ვთქვათ, პირველი ვერ ვიცლით, ანუ ვერ გამოვყოთ ფაქტურად, ესე ვთქვათ, დახშულ პატარა სივრცეს და დახშულ დროს და ვერ ვიკეტებით, რომ მისაწვდომები არ ვიყოთ, იმისთვის, რომ რამე ღრმა და ღირებული გავაკეთოთ ურთიერთობაში. ეს არის პრობლემა. იმიტომ შენ წარმოიდგინე, ეს საუბარი მე რაც აუწერე, ხო ძალიან მდიდარი, ძალიან ინტიმური და ღრმა საუბარი შეიძლება იყოს, მაგრამ არა მაშინ, როცა საუბრის მეხუთე წუთზე მესიჯი მოგივა, რომელსაც დახედავ, უპასუხებ და გაწყვეტ. აი იმ მიმდინარე ძაფს, რაც ახას ემოციურ ძაფს, ემოციურს, კოგნიტურს, ხვდები, აი განწყობით ძაფს, ყველაფერი წყდება.
უკან ბრუნდები და შენ იმ ძაბს იმ ადგილიდან ვეღარ აგრძელებ, იცი? იმას კი გადააბავ, მაგრამ ის იგივე აღარ არის, უკვე გადაბმულია და ხელახლა მოგინდება შემდეგი 10-15 წუთი, რომ იმავე ეტაპზე ახვიდე, რა ეტაპითაც დატოვე შენ ეს დაუშვათ ღრმა საუბარი. და ასე შემდეგ. შენ არ დაგაცლის გარემო იმპულსი. შენ თვითონ თუ არ მოიწყე, რა თქმა უნდა, ისე გარემო, რო თქვი რომ როდესაც მე ჩემს საყვარელ ადამიანს ველაპარაკები, როდესაც მე ჩემს შვილს ველაპარაკები და ღირებულია ჩემთვის ის, რომ მხოლოდ მასთან ვიყო გონებითაც და ფიზიკურადაც, ამოხერ ტელეფონს, გამოვრთავ, სადღაც გავიტან, ისე რომ თვალიც და ხელიც არ მიმივიდეს და სრულად ვიქნები აქ და ვიტყვი რომ არავინ არ შემოაღოს კარი, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე ღირებული საქმიანობით ვარ დაკავებული. ხო. დედიკო ძალიან დიდი ბუდიში უნდა მოვუხოთ ხა ჩემს ბუდიში, იმიტომ ჩემი მეზამე შვილი იტყოს ბუდმივად, როცა მე მასთან ვსაუბრობ საღამოს, როცა თვითონ გამომიყოფს ხოლმე ოღონდ დროს, იმიტომ რომ მე ესე ვთქვათ, მე შემიძლია მეტად უფრო მივცე მას ჩემი დროის რაღაცა რესურსი, მაგრამ მანაც უნდა გამოყოს დრო, ამიტომ ძირითადად თვითონ როცა ცალია მაშინ მოდის ხოლმე და მე ითხოვს რომ ყველანაირი გაჯეტი ჩემს გარშემო ესე ვთქვათ არ იყოს, მე ვეჩხუბები რომ ჭირდება, იმიტომ რომ აქ ხო იცი რომ საქმე მაქვს და ასე შემდეგ. ღმერთო, აი ხო, კატასტროფაა ეს ყველაფერი ნამდვილად და მშობლებს ნამდვილად ბოდიში გვაქვს მოსახდელი შვილების წინაშე და